ეს 4 კონფირმაცია დაგეხმარება იმაში, რომ ფული გააკეთო ტრეიდინგში. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავ 4 კონფირმაციას, რომელიც დაგეხმარება იმაში, რომ ფული გააკეთო ყველანაირ ბაზარზე. არ აქვს მნიშვნელობა რა ბაზარზე ხარ, რა ბაზარზე ვაჭრობ. პრეს აქშენი არის ყველგან ერთი და იგივე და ეს სისტემა შეგიძლია გამოიყენო ყველა ბაზარზე. მეგობრებო, სანამ გაჩვენებდით ამ ყველაფერს, ამ ესე ვთქვათ კონფირმაციებს ჩარტებზე, როგორც ყოველთვის მანამდე დაგიხაზავთ და დაგიხატავთ, რომ ყველაფერი ადვილად ასახსნელი, ესე ვთქვათ, გამოვიდეს და ადვილად გაიგოთ, თუ რას გულისხმობ და უბრალოდ ეს ყველა პრინციპები ადვილად გაიგოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ნახაზების მერე ამ ყველაფრის ჩარტებზეც გადმოვიტანთ და ჩარტებზეც განახებთ, თუ რას გულისხმობ ამ კონფირმაციებით. დღეს ვისაუბრებ 4 კონფირმაციაზე, რა თქმა უნდა, კონფირმაციები შეიძლება იყოს ბევრნაირი, გაჩნია შენ ხარ swing ტრეიდერი, day ტრეიდერი, სკალპერი, ინვესტორი, ანუ ამ ყველაფერს გაჩნია რა პოზიციას იღებ. Price action არის ყველა time frame-ზე ერთი და იგივე, უბრალოდ რაც უფრო და უფრო ქვემო time frame-ზე ჩადიხარ, უფრო სხვადასხვა ესე ვთქვათ, კონფირმაციები გჭირდება, უფრო სხვადასხვა ლეველები არის იქ. საინტერესო და აუცილებელი, აი მაგალითად რო აგიხსნათ მეგობრებო, აი მაგალითად ჩვენ ვართ ახლა daily-ზე და daily-ზე ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ down trend-ი, ხო და რა თქმა უნდა, ყიდვა არ არის სასურველი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ქვემოთ, ხო? ესე იგი ინვესტორისთვის და ესე ვთქვათ, swing trader-ისთვის ჯერჯერობით არ არის სასურველი ყიდვა, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ვართ down trend-ზე, ჩვენ გვჭირდება კონსტრუქციის შეცვლა, რათა ვიყიდოთ და შემდეგ ანუ შეგიძლია ამ წერტილებზე იყიდო, ხო? მაგრამ მაგალითად როგორც day trader-ი და scalper-ი, day trader შეუძლია როგორც short-ი ისე long-ი აიღოს, აქაც როგორც short-ი ისე long-ი აიღოს, აქაც შეუძლია ივაჭროს, აქაც შეუძლია ივაჭროს და ასე შემდეგ. ესე იგი ის ყოველთვის სხვადასხვა კონფირმაციებს უყურებს, მაგრამ იმ კონფირმაციებს, რაზეც მე დღეს ვისაუბრებ, დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ყველანაირ ესე ვთქვათ ტრეიდინგში გამიყენოთ. მე ამას ვიყენებ day trading-შიც, scalping-შიც და ესე ვთქვათ swing trading-შიც. და მოდი დავიწყოთ მეგობრებო. პირველი არის ტრენდი. პირველ რიგში შენ უნდა გასაზღვრო რომელ ტრენდში ხარ, ანუ შენ შეგიძლია ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შენ შეგიძლია ან short-ზე შეხვიდე, ან long-ს. Long-ი არის რომ ესე ვთქვათ ადვილენაზე რო ახსნათ, შენ ფულს დებ იმაზე რომ ფასი აიწევს და short-ი არის ნიშნავს იმას, რომ შენ ფულს დებ იმაზე რომ ფასი დავარდებ. ტრენდი რა თქმა უნდა გვაქვს ორნაირი ტრენდი. წესით სამნაირი, up ტრენდი, down ტრენდი და ესე ვთქვათ range-ი. ეს up ტრენდი და down ტრენდი და შემდეგ გვაქვს ესე ვთქვათ range. ოკეი, ნახეთ ახლა რა ხდება. ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა გავსაზღვროთ ტრენდი, თუ რა ტრენდი გვაქვს ჩვენ. თუ ხედავთ რომ ჩვენ გვაქვს up ტრენდი, ანუ აქ ჩვეულებრივად ხედავთ ყველა რომ ვაკეთებთ higher highs და higher lows, ეგ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვართ up ტრენდში, რაც გვეუბნება იმას რომ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ long-ები. ანუ პირველ რიგში უნდა გავსაზღვროთ ტრენდი, რათა ვიცოდეთ რა სორტის ესე ვთქვათ ტრეიდები, ტრეიდებს ექნება უფრო დიდი პროცენტულობა რომ გამოვიდეს და წავიდეს ჩვენ სასიკეთოდ, ანუ შენ აქ ახლა შორტები რო აიღო, შორტები არ იქნება ესეთი სასარგებლო, როგორც მაგალითად ლონგები, ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს up ტრენდი, რა თქმა უნდა, low time frame-ს ყოველთვის შეგიძლია შორტი და ლონგი აიღო, მაგრამ მოდი არ გავაძნოთ და ავხსნათ ეს ყველაფერი უფრო ადვილენაზე. შემდეგ ესა გვაქვს down ტრენდი, აქ რა თქმა უნდა swing longs ვერ აიღებ და ესე ვთქვათ ვერ იყიდი იმ მიზნით რომ დიდი ხანი იყო პოზიციაში და აიღო ლონგი, ესე იგი ჩვენ რომ განსაზღვრეთ და ვთქვით რომ ოკეი ჩვენ ვართ ახლა down ტრენდში, ჩვენთვის სასურველი არ არის რომ ვიყიდოთ ესე ვთქვათ ეს კოინი არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება კოინი, აქცია, ოქრო ვერცხლი არ აქვს მნიშვნელობა, სასურველი არ არის რომ ვიყიდოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს down ტრენდი. და შემდეგ გვაქვს range-ი. აქ ხაზებს გავავლებ. ჩვენ გვაქვს range-ი, რას ნიშნავს range-ი? Range-ი ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ, ფასი მოძრაობს ამ ორ ლეველის შუაში, ანუ არც ცდება და არც ქვემოთ ჩამოდის. და ანუ არა გვაქვს ტრენდი, არა გვაქვს არც up ტრენდი, არა გვაქვს არც down ტრენდი, ანუ მხარი ჯერ არა გვაქვს არჩეული. ტრეიდერების ენაზე რო გადავთარგმნოთ, ყიდულები და განყიდულები არიან ბალანსში. როცა ერთ-ერთი დაკარგავს ბალანსს, შემდეგ ავირჩევთ ესე ვთქვათ, მხარეს გვექნება ან up ტრენდი, ან down ტრენდი. ნახეთ ახლა რა ხდება. პირველ რიგში განსაზღვრეთ ტრენდი. მოდი ახლა განსაზღვროთ
მეორე კონფირმაცია იქნება, ნახე, სად იმყოფები შენ ახლა ამ ტრენდში. ნახეთ ახლა რა ხდება, რა თქმა უნდა, მოდი ახლა ესე ვქნათ, დავხაზოთ ორი ლეველი. ორი ლეველი. სანამ ამას ანუ სანამ მეორე კონფირმაციას განვიხილავ, ანუ ჯერ განსაზღვრეთ ლონგები, ჩვენ ვიცით რომ აქ გვინდა ლონგების აღება, ანუ აქ არის ყიდვა უფრო სასარგებლო და აქ არის გაყიდვა უფრო სასარგებლო. ანუ შორტი. ახლა უნდა განსაზღვროთ მეგობრებო, თუ სად ვიმყოფებით ტრენდში. ანუ რა ადგილას ვიმყოფებით. ანუ ახლა აქ ხო ტრენდი მაქვს უბრალოდ ახაზური, უბრალოდ შენ არ იცი ამ წუთას სად იმყოფები. ნახეთ ახლა რა ხდება. როცა ჩვენ ვიცით რომ აქ გვაქვს წინაღობა, ანუ აქ არიან სელერები და აქ არიან მყიდველები. როცა ჩვენ ჩამოვდივართ ქვემოთ, ეს ჩამოვდივართ ქვემოთ, აქ შევცვალეთ ტრენდი და ავდივართ ქვემოთ. კარგი, ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ჩვენ თუ იმყოფებით აქ, რა თქმა უნდა სასურველი არის ყიდვა, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი რევარდი მიდის მაღლა. აქაც სასურველია, აქაც კარგი არის, მაგრამ როცა შენ გაცდები, ესე ვთქვათ, mid-range ცოტა სხვა ფერში გავაკეთებ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ range-ის შუაში და ანუ no one's land-ს ვეძახები ამას, ანუ არავის მიწას, არავის ქვეყანას და ხშირ შემთხვევაში ხოლმე გვაქვს დიდი ესე ვთქვათ ინტერაქციები ხოლმე და შეიძლება ვთქვათ ქვემო დავარდეს ან მაღლა ავდეს. ნახეთ ახლა რა ხდება, რატომ უნდა განსაზღვრო თუ სად იმყოფები შენ ესე ვთქვათ ამ ტრენდის დროს. შენ თუ იმყოფები აქ რა თქმა უნდა სასურველი არის ესე ვთქვათ აქ ყიდვა, იმიტომ რომ შენი რევარდი მიდის მაღლამდე. ანუ შენ თუ იმყოფები აქ, ნახე შენი რევარდი რა მხოლოდ შენი რევარდი არის იდეალური. მაგრამ შენ თუ იმყოფები აქ, ნახე ახლა რა ხდება, რა თქმა უნდა, ტრენი ჯერ არ შეგვიცვლია და ჯერ ისევ აპ ტრენდში ვართ, მაგრამ თუ ახლა შენ იმყოფები მაგალითად აი აქ, ან აი აქ, შენთვის რა თქმა უნდა, ეს ტრეიდი, ანუ აქ ლონგის შესვლა აღარ იქნება საინტერესო, რატომ? იმიტომ რომ შენ იმყოფები ესე ვთქვათ რეზისტენზე, ანუ წინაღობაზე და სრულიად შესაძლებელი არის რომ შენ ესე ვთქვათ შემოატრიალო ტრენდი, რა თქმა უნდა, შენ ჯერ ეს ყველაფერი არ იცი, მაგრამ სრულიად შესაძლებელია შემოატრიალო ტრენდი და შენ ესე გატესტო ქვემოთა ლეველი და ესე ვთქვათ გააგრძელო შენი რეინჯი, როგორიც აი აქ გქონდა, აქ აქვს რეინჯი, ხო? ანუ ეს რეინჯიც უნდა რაღაცნაირად განვითარდეს, ხო? ესე ვითარდება ხოლმე რეინჯი, ანუ ჩვენ ამოვიდივართ აქ, შევეჯახეთ ამ რეზისტენს, ვერ გავარღვიოთ და ჩვენ წამოვედით ისევ რევერსალზე. ანუ პირველი არის რომ განსაზღვროთ რა ტრენდში ვართ იმისთვის რომ ვიცოდეთ თუ უნდა შევიდეთ შორტში თუ ლონგში. თუ აპ ტრენდი გვაქვს, რა თქმა უნდა, ლონგები გვინდა, თუ დაუნ ტრენდი გვაქვს, რა თქმა უნდა, გვინდა შორტები. მეორე არის ის რომ განსაზღვროთ ტრენდში სად ვიმყოფებით. ანუ არის თუ არა სასურველი ლონგში შესვლა და ან არის თუ არა სარისკო ლონგში შესვლა. ანუ აქ თუ იმყოფები ან აქაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ შენ შეხვიდე ლონგში. სასურველია რომ დაელოდო, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია აქ გქონდეს რევერსალი და წამოვიდეთ ისევ ქვემოთ. ნახეთ ახლა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შენ გინდა, ახლა მივიდივართ უკვე მესამე კონფირმაციაზე. იმ შემთხვევაში თუ შენ გინდა აქ კიდე ლონგი ნახო, უნდა დაელოდო შემდეგ კონფირმაციას და რა არის შემდეგ კონფირმაციას. ვთქვათ რომ ეს არის ლეველი, რა გინდა შენ გინდა რომ აქ ესე ვთქვათ, ანუ არ არის აუცილებელი რომ ესეთი რეინჯი იყოს, მაგრამ შენ გინდა ამ ლეველის გარღვევა და შემდეგ რიტესტზე შეგიძლია ესევ აი აქ იყიდო და ესე ვთქვათ, ეს ტრენდი გააგრძელო. მაგრამ რას ნიშნავს ესე ვთქვათ ლეველის გარღვევა? ანუ ლეველის გარღვევა არის მესამე კონფირმაცია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შენი სანთელი, ნახე, ვთქვათ რომ ეს არის სანთელი. ეს არის სანთელი ნომერი 1. ეს არის სანთელი. რატო შევეს? 2. ვთქვათ ეს არის სანთელი, ოკეი, 3. ნახეთ. რა შემთხვევაში გვექნება ჩვენ კონფირმაცია, რომ აქ ისევ შეგვიძლია ლონგი ავიღოთ. ნახეთ, თუ სანთელმა გააკეთა ესეთი რაღაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ამ ლეველის ქვემოთ ვართ და არანაირი კონფირმაცია არ გვაქვს, რომ ეს ლეველი გაირღვა, ანუ ჩვენ ვერ ავიღებთ ლონგს. ეს სანთელი ნახეთ, ამან გაარღვია, მაგრამ ჯერ არ გაუტესტი. ანუ ეს ჩვენთვის არ არის იმის კონფირმაცია, რომ ლეველი გაირღვა. იმისთვის რომ ლეველი გარღვეულად ჩავთვალოთ, ჩვენ გვჭირდება სანთლის გახსნა და დახურვა ამ ლეველის მაღლა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ვთქვათ, რომ ჩვენ აქ გვაქვს ვიკები. გავაშალოთ. აქ გვაქვს ვიკები. კაი, ნახეთ რა უნდა. ნახეთ რა ხდება, ჩვენ ვიცით რომ რას გვეუბნება ეს სანთელი, გაიხსნა აქ, დაიხურა აქ, ყველაზე მაღალი ფასი ამ დროის განაკვეთში იყო ესა და ყველაზე დაბალი ეს. ანუ ეს სანთელი გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის ქვემოთ. ეს სანთელი, შემდეგი სანთელი გაიხსნა ამ ლეველის მაღლა, მაგრამ დაიხურა ამ ლეველის სანთელი გაიხსნა ამ ლეველის ქვემოთ, მაგრამ დაიხურა ამ ლეველის მაღლა, ანუ ამ ლეველის მაღლა და შემდეგი მესამე სანთელმა, რომელმაც დაგვიდასტურა ლეველის გარღვევა, გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის მაღლა. ანუ ჩვენ დაგვიდასტურდა, რომ ეს ლეველი გავარღვეთ და შეგვიძლია ჩვენი ტრენდი გავაგრძელოთ. ანუ რახან გავარღვეთ ჩვენ ეს ლეველი, გვაძლევს ის იმის კონფირმაციას, რომ აქ ავიღოთ ისევ ლონგი, მაგრამ ჩვენ თუ ვერ გავარღვეთ, ანუ თუ ესეთ სანთელს გავიხურეთ და შემდეგ წამოვიდით ქვემოთ, ეს არ გვაძლევს ჩვენ არანაირ ესე ვთქვათ ინდიკატორს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ლონგების აღება. პირიქით, ეს არის rejection და აქ შეგვიძლია ფასში ვნახოთ, ესე ვთქვათ, down trend-ში, რომ რაც შეიძლება მალე ავიღოთ short პოზიციები, რასაც მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე. ანუ ეს იყო ჩვენი მესამე კონფირმაცია, მეგობრებო. ანუ მოდი ახლიდან გადავიმეოროთ. ჯერ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ ტრენდი, თუ სად ვიმყოფებით, არის ეს range, არის ეს ტრენდი, თუ არის ეს ესე ვთქვათ ანუ განსაზღვროთ ტრენდი, გვაქვს up ტრენდი, down ტრენდი თუ range-ი. რაც შეეხება range-ს, მეგობრებო, იმ შემთხვევაში თუ გინდა range long-ი ან short-ი აიღო, ლონგები არის ქვემოთ სასურველი რო აიღო, ლონგები არის სასურველი რომ ქვემოთ აიღო, short-ები არის სასურველი რომ ზემოთ აიღო. მაგრამ აქ არ იქნება დიდი swing ტრეიდერები, აქ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე day ტრეიდერები. თუ გინდა რომ შენ აიღო უფრო დიდი swing ტრეიდი, უნდა დაელოდო რომელიმე ლეველის გარღვევას და დადასტურების შემთხვევაში შეგიძლია ხოლმე, ესე ვთქვათ, შეხვიდე პოზიციაში, როგორც აქ ავხსენი, ესე ვთქვათ, ლეველის გარღვევა. ანუ პირველ რიგში საზღვრავთ ტრენდი, გვაქვს up ტრენდი, down ტრენდი თუ range-ი. ვიცით რომ აქ up ტრენდში სასურველია ლონგები ავიღოთ, მაგრამ ჯერ პირდაპირ არ ვიღებთ ლონგებს, საზღვრავთ თუ სად ვიმყოფებით ტრენდში. ვეჯახებით თუ არა, ესე ვთქვათ, resistance ვართ თუ არა resistance-ზე ან supports. თუ ვართ resistance-ზე, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ ავიღოთ ტრეიდი, იმიტომ რომ შესაძლებელი არის კონსტრუქციის შემოტრიალება და სასურველია დაველოდოთ დამატებით კონფირმაციას, როგორც არის მაგათად ლეველის გარღვევა. მესამე მეგობრებო, მესამე და ანუ მეოთხე უკაცრავად, მეოთხე შემოვიტოვეთ ჩემთვის ესე ვთქვათ ფავორიტი და რა არის ეს ფავორიტი? ეს არის risk reward. ანუ რამდენს რისკავ შენ იმისთვის, რომ რამდენი ესე ვთქვათ reward-ი გქონდეს. ანუ შენ თუ რისკავ ერთ ტრეიდში $100, რამხელა პოტენციური მოგება შეიძლება დააფიქსრო. თუ მაგალითად შენ რისკავ $100 და შეგიძლია $100-იანი მოგება დააფიქსრო, ეგ ჩემთვის არ არის სასურველი ტრეიდი და მაგ ტრეიდს არ ვიღებ ხოლმე. რომც იყოს და დარწმუნებული ვიყო ტრეიდი გამოვა, არასდროს არ ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არ ჩდება ჩემ რისკ მენეჯმენტში. ნახეთ ახლა რას გულისხმობ ამ ყველაფერში, მეგობრებო, ჩავთვალოთ რომ აქ ახალ ტრენდს დავხაზავ. ეს დავშალოთ. ნახეთ ახლა რა ხდება. ჩამოვდივართ ჩვენ ქვემოთ. ავდივართ ნახო. ნახეთ ახლა რა ხდება, ვთქვათ რომ ჩვენ ვიმყოფებით აქ მეგობრებო და მე მინდა აქ ტრეიდში შესვლა, ჩემი stop loss-ი გამოიყურება ესე. ხუთი ავიღოთ და ჩემი reward-ი მინდა აქამდე. stop loss-ი ესე ავიღოთ, რომ უფრო ადვილი გამოჩნდეს ასახსნელად. ნახეთ რა ხდება მეგობრებო, როცა ჩემი risk reward გამოიყურება ესე, ეს არის მეოთხე კონფირმაცია, რომ ტრეიდი არის კარგი და მე შემიძლია შესვლა ტრეიდში, ეს არის ჩვენი risk reward. ამ ყველაფერს აუცილებლად ჩარტების განახილვით მეგობრებო, რომ ადვილად იყოს ესე ვთქვათ ასახსნელი. ნახეთ რა ხდება, მე არ მომწონს ეს ტრეიდი, იმიტომ რომ მე თუ რისკავ $100, შესაძლებელი პოტენციური მოგება არის
1.95. მე თუ ჩემ რისკ რევარდში, ჩემ რისკ მენეჯმენტში ესეთ ტრეიდებს დავუშვებ, მაშინ უნდა მქონდეს 70-80%-იანი win rate, რომ მე მოგება დავაფიქსო. ჩემთვის მინიმუმ, ესე ვთქვათ, უნდა იყოს რისკ რევარდი 1-3-ზე, რათა 30%-იანი win rate-ს დავაფიქსო, რომ მოგება. ნახეთ ახლა რა ხდება ყოველთვის ხოლმე როცა შენ განსაზღვრე ესე ვთქვათ resistance და support-ზე არის ხოლმე ყოველთვის სასურველი რომ მოძებნო ლონგები, იმიტომ რომ შენ თუ აქ ქვემოთ ძებნი ლონგებს, ნახე, ეს რომ ცა შევცვალო და უბრალოდ ჩამოვიტანოთ და ვთქვათ რომ ესეთი ესე ვთქვათ risk reward-ი გვაქვს, ჩვენი reward-ი მიდის მაღლამდე, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ესე ვთქვათ resistance-ის გატესტვა და მაგ შემთხვევაში მე მაქვს ხოლმე უფრო დიდი reward. ანუ როცა შენ გაქვს ტრენდი, იმიტომ ჯერ უნდა განსაზღვრო ტრენდი, რომ იცოდე ლონგები უნდა შეხვდე თუ შორტები, მაგრამ შენ თუ ტრენდში უკვე ძალიან შორსა ხარ და ესე ვთქვათ, აღარ არის საკმარისი ფული რომ გააგრძელოს მაღალ-დამაღლოს და შენ ეჯახები უკვე resistance, რა თქმა უნდა, არის სასურველი შენ აიღო ლონგი, იმიტომ რომ შენი რევარდი აღარ არის დიდი, მაგრამ შენ თუ ტრენდში რაც შეიძლება ადრე შეხვალ, აი როგორც აქავართ, მაგალითად ადრე შესული, ნახეთ, ძალიან სასიამოვნო რისკ რევარდი არის 1.3-ზე, შენ თუ რისკავ $100, იგებ $300. რის შემთხვევაშიც შენ თუ გაქვს 30%-იანი ან 40%-იანი რისკ რევარდი თუ გაქვს ძალიან ბევრ ფულს აკეთებ, დამიჯერეთ მეგობრებო. 40%-იანი win rate უკვე ძალიან მაგარი არის ამ risk management-ით. 30%-იანზე მინიმუმ, 30%-იანზე საკეთებ უკვე რაღაც პატარა მოგებას, მაგრამ 40%-ზე უკვე ძალიან კარგ მოგებას აკეთებ. ამიტომ უნდა განსაზღვრო ხოლმე ყოველთვის, სადაც შენ იმყოფები, ესე ვთქვათ, ტრენდში, გაწყობს თუ არა შენ იქ შორტის ან ლონგის აღება. მოდი ეს ყველაფერი ახლა გადავთარგმნოთ, მეგობრებო. ესე ვთქვათ, ჩვენ ჩარტებზე დავხაზოთ აქ ლეველები. დავხაზოთ აქ daily-ს ლეველი 1, შემდეგ აქ 4 საათს გავაკეთოთ fine tuning-ი. მომწონს ეს ლეველი. ოკეი, ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. high time frame-ზე ჩვენ გვაქვს down trend, ხო? ნახეთ ახლა გვაქვს high, შემდეგ გავაკეთეთ აქ low, lower high და ანუ აქ ისევ low გავაკეთეთ, მაგრამ lower low არ გავაკეთეთ. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. როგორც თქვი, 1 საათიანზე რო ჩამოვიდეთ, 1 საათიანზეც კარგად აჩანს. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. რო ამოატრიალოთ ტრენდი, ანუ შენ შეგიძლია ამოტრიალებულად გააკეთო შორტების თუ ესე ვთქვათ, შორტებს ვერ აკეთებ ხოლმე. ანუ შორტებს ვერ იღებ ხოლმე, მაგრამ მე ახლა ჩვეულებრივად ესე დავტოვებ. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, შენ უნდა გასაზღვრო თუ სად იმყოფები ტრენდში. ნახეთ ახლა რა ხდება, ჩვენ აქედან რომ მოვდივართ, ანუ ქვემოდან რომ მოვდივართ, ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით up trend-ში გვაქვს higher high-ები და higher low-ები, შემდეგ გვქონდა liquidity-ის აღება და ანუ აქ ვაგრძელებთ ესე ვთქვა ტრენდში. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, შენ რაც უფრო და უფრო მაღლა მიდიხარ, ხედავთ რომ ნახეთ იმპულსებიც აღარ არის უკვე დიდი. იმპულსები აღარ არის დიდი და შემდეგ უკვე გვაქვს ხოლმე დიდი დროპები და ესე ვთქვათ კორექციები, რაც მიგვანიშნავს იმაზე რომ ფასი აღარ არის ძლიერი და რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალ და მაღლა მივდივართ, ლონგების აღება არც თუ ისე სასიამოვნო და სასარგებლო არის, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, ჩვენ გვაქვს აქ დიდი სუპორტი და ჩვენ ჩამოვიდით ქვემოთ. რა არის აქ სასურველი რომ აიღო, რა თქმა უნდა, ლონგები, ანუ ჩვენ აქ მინდა ლონგების აღება. თუ იმ შემთხვევაში რომ შენ გინდა ისევ გააგრძელო შორტების აღება, რა უნდა მოხდეს, რაც წეღანა გიხსენით, ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი ქვემოთ და შემდეგ შეგიძლია შენ აქ ritest-ზე აიღო, ასე ვთქვათ, ტრეიდი. მაგრამ სადამდე შეიძლება ეს ტრეიდი წამოვიდეს, რა თქმა უნდა, შენ ვერ განსაზღვრავ, რომ ეს ტრეიდი შეიძლება წამოვიდეს 76,000-მდე, 91,000-მდე ან 79,000-მდე, შენი რისკი, ანუ შენი რევარდი უკაცრავად მიდის პირველ რეზისტენტამდე, ანუ პირველ შორტის შემთხვევაში სუპორტამდე, ლონგის შემთხვევაში რეზისტენტამდე. ნახეთ ახლა რა ხდება, ჩვენ თუ აქ ეს ლეველი გავარღვიოთ, შენი რევარდი მოდის აქამდე. აი აქამდე მოდის შენი რევარდი. რა თქმა უნდა, ახლა არ ვიცით პირდაპირ ჩვენ თუ აქ შორტი. ჩვენ თუ აქ მაგალითად entry გქონდა, stop loss-ი ჯერ არ ვიცით, სად უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი ქვემოთ. რომ stop loss-ი გასულოთ, მაგრამ ნახეთ stop loss-ი რომ იყოს აი ესეთი მეგობრებო, მაგალითად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ტრეიდი არ იქნება სასურველი. რა თქმა უნდა, თუ ჯერ ფასი უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა და ჩვენი stop loss თუ იქნება ესეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ ჩვენი რევარდი და ეს ტრეიდი უკვე იქნება სასიამოვნო და
ესე ვთქვათ, სასურველი ასაღებად, იმიტომ რომ შენი რევარდი არის დიდი. შეიძლება თუ არა შემდეგ ფასი აქამდე ჩამოდის და აქამდე ჩამოდის, კი ბატონო, მაგრამ შენ ამას ვერ განსაზღვრებ, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვდივართ ჯერ აი აქ სუპორტთან და მე აქ შეიძლება აქედან გავაკეთოთ ისე მაღლა და მაღლა სვლა, ან შეიძლება ისევ დავკარგოთ და ისევ იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ. ან ისევ ტრეიდში თუ იყავი, შენ შეგიძლია შენ სტოპ-ლოსს ჩამოწიო, შეგიძლია ქვემოთ რევარდებიც აიღო, მაგრამ შენ პირდაპირ ვერ განსაზღვრავ აქედან რომ ამხელა რისკ რევარდი გქონდა. შენ პირველი რევარდი არის, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გზადაგზა უნდა დააფიქსირო შენი ტექ პროფიტები, მაგრამ შენი ყველაზე დიდი რევარდი მოდის $87,000-მდე. ოკეი, მოდი ახლა გადავიდეთ low time frame-ზე. low time frame-ზეც გავსაზღვროთ, ესე ვთქვათ, რაც წეღან აგიხსენით, ეგ ყველაფერი. ოკეი, ნახოთ, კარგ მაგალითებს თუ ნახავთ. კარგით, ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. low time frame-ზე ვიყავ 15 წუთიანებს. ნახეთ ახლა რა ხდება, ჩვენ გვაქვს lower low-ები და lower high-ები. ნახეთ ახლა რა ხდება, რაც წეღან აგიხსენით, ზუსტად ანალოგიური იგი. რაც უფრო მაღლა მოდიხარ შენ შორტში, რაც უფრო მაღლა იღებ შორტს, ან ჩვენთვის მაქსიმუმად გვაქვს ესე ვთქვათ სუპორტი, რაც უფრო მაღლა იღებ ესე ვთქვათ შენ ტრეიდს, მით უფრო მომგებიან ტრეიდში ზიღ. ვთქვათ რომ ჩვენ აქ ავიღეთ, მომგებიან ტრეიდში ზიღ. ვთქვათ რომ აქ აიღე, მომგებიან ტრეიდში ზიხარ, იმიტომ რომ შენი რევარდი მოდის ყოველთვის აქამდე. შენი რევარდი მოდის ყოველთვის აქამდე და შენ არ შეგიძლია განსაზღვრო ლეველი ქვემოთ. შენ არ შეგიძლია განსაზღვრო ლეველი ქვემოთ, ანუ შენი რევარდი მოდის მაქსიმუმ აქამდე. აქაც შეგიძლია მე შემდეგ აიღო ტრეიდი, სანამ არ მივხვდებით, რომ შენი რევარდი უკვე აღარ არის საინტერესო. შემდეგ შეგვიძლია აქაც მაგალითად ჩამოვედით და აქ უკვე ხვდები, რომ შენი რევარდი უკვე იკლებს და იკლებს და შეიძლება, ანუ შანსიც არის იმის, რომ შენ უბრალოდ გაისტოპო, იმიტომ რომ ჩვენ აქ უკვე ვაკეთებთ ტრენდის რევერსს, ანუ ჩვენ გვქონდა ესე ვთქვათ ესეთი ტრენდი და ჩვენ უკვე ესე ვთქვათ შემოვატრიალთ ტრენდი და რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ლონგები, ანუ ჩვენ უნდა ვეძებოთ ლონგები. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის ჯერ ამ მომენტში არც ლონგი და არც შორტი არ არის სასიამოვნო და კარგი, რატომ? იმიტომ რომ რაც წეღან დაგიხაზეთ, რეინჯი ზუსტად იგივე ხდება აქაც მეგობრებო. ნახეთ, აქ ვიმყოფებით ჩვენ ესე ვთქვათ რეინჯში. შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. მაღლა გვაქვს liquidity, ანუ liquidity-ის ისინიც გავაკეთე ვიდეო. liquidity აქედან ავიღეთ, ქვემოთ შეიძლება კიდე liquidity-ის აღება. აქ შეიძლება, ან აქაც შეიძლება liquidity-ის აღება და რა გვინდა ჩვენ ახლა მეგობრებო, ნახეთ. აქ უკვე შორტის აღება არის ძალიან სარისკო, იმიტომ რომ შენი რევარდი აღარ მიდის ძალიან ქვემოთ, ანუ შენი რევარდი არის შეზღუდული. ვეღარ გექნება კარგი ტრეიდი. მაგრამ რას ველოდები ახლა მე იმისთვის რომ ავიღო ლონგი, რა თქმა უნდა, scalp short-ი ყოველთვის შეიძლება. მე დაველოდები რომ აქ რაიმე კარგი კონსტრუქცია გქონდეს, ეხლაც ვეძებ მაგალითად shorts, მაგრამ ეს უკვე scalping-ი და day trading-ი, swing trading-ი აღარ გამოდის. რა შემთხვევაში ავიღებ აქ shorts, თუ გვექნება აქ liquidity-ის აღება და ეგრევე ქვემოთ ჩამოვართ ისევ ამ range-ში, ანუ თუ გვექნება ესეთი wiki და ისევ ჩამოვალთ ქვემოთ, აქ შევეცდები რომ აი აქ მაღლა შორტი ავიღო და ესე ვთქვათ რევარდი მქონდეს აქამდე, მაგრამ ეს რევარდი კარგი იქნება, იმიტომ რომ low time frame-ზე stop loss ყოველთვის პატარა არის ხომ და risk reward-იც კარგი გამოდის ხოლმე. რა შემთხვევაში ავიღებ მე longs, რა თქმა უნდა, მე მერჩევნი ახლა ლონგები ვიპოვო და რატომი და ლონგი, იმიტომ რომ ჩვენ high time frame-ზე ვიმყოფებით support-ზე და support-ზე როგორც აღნიშნე, ყოველთვის ლონგები არის სასურველი რომ აიღო. რას ველოდები ახლა მე ველოდები იმას რომ გაერღვეს ეს რეინჯი მაღლა და დასტურდეს, რაც შეიძლება high time frame-ზე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო, მინდა აი ამ ლეველის გარღვევა. 2 საათიანზე და საათიანზე ვნახოთ. კი, აი ამ ლეველის გარღვევა მინდა, იმ შემთხვევაში თუ გაერღვევა ეს ლეველი, ოღონდ ესეთი გარღვევა კი არ მინდა რომ ზუსტად აი აქ გაიღოს და დაიხუროს ესე ვთქვათ ლეველი, პირიქით მინდა კარგი გარღვევა, რომ ნახო მზადყოფ ნაყიდვის, მინდა კარგად გავარღვევოთ და შემდეგ უკვე რიტესზე ვიყიდი, რათა ჩემი რევარდი იყოს აქამდე და აქამდე. ანუ აქ უკვე ჩემთვის ლონგები არის საინტერესო. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია გასაგებად ავხსენეთ ყველაფერს, თუ რა კონფირმაციები არის საჭირო იმისთვის რომ შეხვიდეთ ტრენდში. შეიცადე რომ ეს ყველაფერი შენც გააკეთო ესე ვთქვათ ჩარტზე.
განსაზღვრო, სად რა ტრენდია, სად იმყოფები ტრენდში, სად ლონგია კარგი, სად შორტია კარგი, სად ესე ვთქვათ, რეინჯია კარგი არის თუ არა, ესე ვთქვათ, risk reward იმის რომ ტრეიდი აიღო და ასე შემდეგ. გირჩევთ რომ თქვენ თვითონაც ივარჯიშოთ, გააკეთოთ ეს ყველაფერი. თუ რაიმე კითხვები გექნება Discord-ზეც გაგვიზიარეთ თქვენი ჩარტები, აუცილებლად გაგიზიარებთ ჩვენც და მეც ჩემს ასს, რათა თქვენ ესე ვთქვათ, გახდეთ უფრო კარგი ტრეიდერები. სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია დაგეხმარათ ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო და კონტენტი, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.